საბჭოთა კავშირის დროს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში წერა იყო წახალისებული, ამიტომ ისეთ გამოცემებში, როგორც არის მაგალითად ნაკადული, ქართველ მწერლებს მოუწოდებდნენ, რომ მეტი ეწერათ ამ ჟანრში. ამიტომ არ არის გასაკვირი, ბევრმა ქართველმა მწერალმა, კაცმა მწერალმა სცადა თავისი ძალები ამ ჟანრის შიგნით, მაგრამ დღეს იმ წიგნზე მინდა გესაუბროთ, რომელიც არის გამორჩეული იმით, რომ მას ქალი მწერალი ავტორი ჰყავს და თან არის სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოებების კრებული ნატრა, ავტორი არის ირინე ტალიაშვილი და ეს კრებული გამოიცა 1987 წელს. კრებულში შეესული არის 16 ძალიან პატარა მოთხრობა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის და მასში ბევრი არის ისეთი ტროპი, რაც დამახასიათებელი იყო სოციალისტური მწერლობისთვის, მაგალითად გაკრიტიკებულია დასავლური კოლონიალიზმი, გაკრიტიკებული არის კაპიტალიზმი და ასე შემდეგ, მაგრამ ის რაც გამოარჩევს აი ამ ნაწარმოებებს სხვა ქართველი კაცის სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლებისგან არის ის, რომ აქ არის უფრო მძიმე, ბნელი ტონალობა და დისტოპიური ხედვები. მაგალითად არის ასეთი მოთხრობა ექსპერიმენტი, რომელიც გვიყვება თოვლის კაცებზე, რომელიც ადამიანებმა ახლახანს აღმოაჩინეს და ერთი კომპანია მათ გასაიდუმლოებულ ნაკრძალში ამყოფებს და მათი ბეწვის და კანის ქვედა ცხიმის მოსაპოვებლად ამ არსებებს ცოცხლად ხარშავს და სისხლის სადინრებს უხეთქავს. და ეს ქმედება თან რჩება დაუსჯელი მოთხრობაში. და ასეთი დისტოპიური ხედვები და ტექნოლოგიის გაკრიტიკება იყო ერთობ უჩვეულო სოციალისტური სამეცნიერო ფანტასტიკისთვის. ეს მოთხრობების კრებული ნატრა დღეს შეიძლება იპოვოთ მხოლოდ პირად ან საჯარო ბიბლიოთეკებში ან ბუკინისტებთან, ამიტომ არის შანსი, რომ თქვენს თაროზე ციდოს და თუ ოდესმე გადააწყდებით გულგრილად არ ჩაუვაროთ.